საფრთხეს უქმნის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს სწორედ ის იაფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც ამ პოლიტიკური საბჭოს ორგანიზატორებმა მიმართეს. დავიწყოთ თინათინ ბოკუჩავას უახლესი განცხადებით, სანამ ირაკლი კობახიძის თავდასხმებს შევაფასებთ. ზუსტად 5 წუთის წინ თინათინ ბოკუჩავა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოეხმაუროს პეტრე ცისკარიშვილის ბოლო კომენტარს მასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ცისკარიშვილმა თქვა, თუ კი ვინმეს ხელს უწყობს ეს განცხადებები, რომელიც კეთდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და მის პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ ქართული ოცნება. ბოკუჩავამ საკუთარი თავი ამოიცნო ამ მიმართვის ადრესატად და პარტიას მყისიერად უპასუხა. სწორედ ეს არის მისი შეფასება. ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანები უქმნიან საფრთხეს საკუთარი მანიპულაციებით, გარდა ამისა საკუთარი ღვაწლი და საგარეო გუნდის ღვაწლი გაიხსენა იმ პროცესში, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ პარტიისათვის პოლიტიკური საქმიანობა არ აეკრძალათ და გარდა ამისა საზოგადოებასაც და მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც გაახსენა, რომ ყველაფერი გააკეთეს მათაც და დასავლეთმაც იმისთვის, რათა ქართულ ოცნებას ამ პროცესებში პარტიების აკრძალვაში ხელი შეუშალონ. ამ საკითხზე სამი რამ შემიძლია ვთქვა. ერთი, თუ რამე აკავებს ბიძინა ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს პოლიტიკური პარტიები და მათ შორის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საერთაშორისო წნეხი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე, თუ ვინმე რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებული იყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის პარტიების გაუქმების საკითხი იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდი და პირდაპირ ვიტყვი მათ შორის პირადად მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ 2 წელიწადს, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გავატარე, მაგრამ ამ საკითხში იმედია არავინ შემედავება. და მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს ზოგადად ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ირაკლი კობახიძე უსამშობლოების დაპირისპირებასა და ბრძოლას უწოდებს, როგორც მან მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა. ქართული ოცნება აქამდეც ამხელდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უსამშობლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების ღალატში, თუმცა მისი ციტირება რომ მოვახდინოთ, ოპოზიციამ ერთმანეთში დაიწყო უსამშობლო ადამიანების ძიება. კობახიძე ამბობს, რომ კმაყოფილია ამ პროცესებით, რადგან ეს არის თვით ლუსტრაცია მათი პოლიტიკური ოპონენტების. ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართულ ხალხს არ მოწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა და ძალიან კარგია, უკვე ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართული ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად არ მოწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ ეს რეალურად ასეა, ხო? აღარ მოწონთ ერთმანეთიც კი, მანამდე ქართულ ხალხს არ მოწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოწონთ უკვე ერთმანეთი. ეს არის მათ შორის, რა თქმა უნდა, იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის, საკუთარი პატრონების წინაშე. და ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ურთიერთბრალდებების სერია გრძელდება. ზუსტად 5 აგვისტოს 3 საათზე გაიმართება ყრილობა, რომელიც უფრო მეტად მოჰფენს ნათელს, თუ როგორ იქნება ამ პარტიის პოლიტიკური ცხოვრება გარდამავალ პერიოდში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ხოლო მაყურებელს შევახსენებ, რომ გუშინ ჩვენს ეთერში თინათინ ბოკუჩავამ თქვა, რომ ეს პოლიტიკური საბჭოს სხდომა არ იყო ლეგიტიმური, რომ ადამიანებს დაურეკეს და უთხრეს, რომ თანხმობა ეთქვათ, თითქოს ისინი დისტანციურად იყვნენ ჩართულები ამ სხდომაზე, რათა ლეგიტიმურად ჩათვლილიყო პოლიტიკური საბჭოს სხდომა. მანვე ისიც თქვა, რომ ეს არის ქართული ოცნების ხელწერა. ხოლო როდესაც დაახლოებით 2 საათის წინ პეტრე ცისკარიშვილს კითხვა დაუსვით ამ მიმართულებით, მან გაგვცა ასეთი პასუხი, რომ ქართული ოცნებისათვის ყველაზე ხელსაყრელი არის სწორედ მსგავსი ტიპის კომენტარები და პრაქტიკულად მან თინათინ ბოკუჩავა მისი კომენტარებითა და ბოლოდროინდელი განცხადებებით ქართული ოცნების წესებით თამაში დაადანაშაულა.